ანუ რო გითხრა შენი სახელი და გვარი. ეცნე სირე. უნდა შარიქი. შარიქი. პაპუნა შარიქი. აი რამდენი წლიდან უკრავ და რამდენი წელი და რამდენი ხანია უკრავ? ფორტეპიანოს უკრავ 6 წლიდან. დავუწყე კლასიკური მუსიკით. დავამთავრე 6 წლით კლასიკური და მე ჩავაბარე უკვე ნიჭერთაცლეთში და ნიჭერთაცლეთში დავუწყე ჯაზის პროფესიონალური სწავლა. ბატონ ზურა რამიშვილი. დღევანდელის გარდა რომ ისეთ კონცერტებში მიგიღია მონაწილეობა მასშტაბში. კი, რა თქმა უნდა. მარტო აი კონსერვატორიაში ამ დარბაზში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კონცერტი მქონია, ამიტომ არის ეს დარბაზი ძალიან ძვირფასი ჩემთვის, იმიტომ რომ ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტი მქონია აქ და ეს ინსტრუმენტი არის ჩემი საყვარელი ინსტრუმენტი, საერთოდ მე მგონი რაზეც დამიგრავს, ეს არის საუკეთესო. და ნუ კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი არის, მაგრამ საკმაოდ ხშირად ხოლმე მონაწილეობას სერიოზულ პროექტებში. და ეხლა სექტემბერში აგვისტოს ბოლოს ჩავაბარე მე ბერკლის კოლეჯში, ამერიკაში, ბოსტონში და სექტემბერში ვარ მოკლედ იმისათვის, რომ გავიწყო უკვე ამ სასწავლებელში სწავლა. დღეს რა შეგვისროლა? დღევანდელ კონცერტზე შევასრულე ძირითადად ჩემ საკუთარ კომპოზიციებს და იქნება რამდენიმე ჯაზური სტანდარტი, ცნობილი სტანდარტი. მე ძირითადად ჩემ თემებზე. ბოდი შეხ ამის გარეშე რა კითხო. ანუ შენ წერამ ყველაფერს და როგორ წერაგ რომ მოგვიყვე? ანუ ხა მუსიკასაც ხო შენ წარ, ანუ ყველაფერს. ხო, ყველაფერს შენ წერე ხარ. ნუ ძირითადად ხო? ხო და როგორ წერ? მუზა საიდან მოდის? მუზა საიდან მოდის ეგ დღე არის. ხანდახან ისეთ დროს მოდის ხოლმე მუზა, როცა აი შემოქმედებითად შეიძლება არც არაფერს არ ვაკეთებ ისე. და უცებ აი ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდეს მუზა, აი ყველაფერი ცხოვრებისეული რაღაცებიდან შეიძლება მოვიდეს მუზა და დაგაწერინოს თემა. სიყვარული ის რა თქმა უნდა და დანარჩენი ყველაფერი. კიდე ერთი ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ ჩემი თემების უმეტესობა არის დაწერილი გზაში. ანუ რაღაცა მოძრაობის დროს რა, რაღაც ტრანსპორტში სადაც. აი ძალიან ხშირად ეგ დროს მოდის ხოლმე. და ტელეფონში მიწერ ხოლმე, რაც მოდის თავში. უცებ რომ არ დამოვიწყდეს და მე სახში რომ მიდივარ, მე უკვე წერ ხოლმე იმას ისე როგორც საჭიროა. საკმაოდ ბევრი თემა დაახლოებით 30 ჩემი საკუთარი თემა მაქვს დაწერილი და აუცილებლად გავაგრძელებ თემების წერას და ეს რომ იგიღეს ამ ბერკლის უნივერსიტეტს სწორედ ხო? ანუ რაიმე ის გაიარა, წინასწარ ხო რაღაც გააგზავნა. ამ ზაფხულს ვიყავი ჩასული თვითონ ბერკლიში, ამერიკაში, საზაფხულო პროგრამას. და ამ პროგრამის ფარგლებში გავიარე თან ეს გამოცდა. და ისე მოხდა, რომ მოვიგე სრული სწავლის სრული დაფინანსება. და რაც შეეხება დანარჩენ ხარჯებს, სწავლას რაც არის ფინანსებს კულტურის სამინისტრო და ძალიან დიდი მადლობა კულტურის მინისტრს ბატონ მიხეილ გიორგაძეს. აი დღევანდელი კონცერტისგან რა მოვადინი გაქვს, აი როგორ ჩაივლის ნერვიულობ. დღევანდელი კონცერტისგან აი ხა ხედავ რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. იარდა. ჯერ არ არის სავსე, მაგრამ გარეთ ძალიან ბევრი ხალხია. ვიცი რომ გაიუსება ახლა ეს დარბაზი. ცოტა არ იყოს ხედავ უკვე და უფრო უარესად დავდები ცოტა ხანში. მოლოდინი რა ვიცი. ესეთ პოზიტიური დადებითი ვიცი რომ კარგად ჩაივლის. დაწუნებული. აი ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გესურვებთ.